მშვიდობის მოგესალმებით, მათ ვინც ახლა შემოგვიერთდა. ძალიან საინტერესო თემით ვაგრძელებ სტილის პალიტრას, თუმცა სანამ წარმოგიდგენთ ჩვენ სტუმარს და უფრო მეტ დეტალს შემოგთავაზებთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მანამდე უნდა ვნახოთ სიუჟეტი. კუპატას თავგადასავალი, ეს არის ბათუმელი ძაღლის ისტორია, რომელიც რამდენიმე წლის წინ ზებრა გადასასვლელზე ბავშვებს აცილებდა, მათ უსაფრთხოებაზე ზრუნავდა და ის ახლა უკვე არსებობას სხვადასხვა ფორმით აგრძელებს. ბათუმში შექმნილი სტენსილის გარდა საზოგადოებამ კუპატაზე ანიმაციაც იხილა, ახლა კი მის ამბავს უკვე გიორგი კეკელიძის წიგნში კუპატას გადასავალში შევხვდებით, უფრო მეტი ვნახოთ სიუჟეტიდან, რომელიც ელენე ჩოხელმა მოგვიმზადა, შემდეგ კი უკვე სტუდიაში დავბრუნდებით ჩვენ სტუმართან გიორგი კეკელიძესთან ერთად. თუ ოდესმე ბათუმის ქუჩებში სეირნობისას შეგიმჩნევიათ, როგორ აჩერებს ძაღლი ზებრა გადასასვლელთან მანქანებს და ბავშვებს გზაზე უსაფრთხოდ გადასვლაში ეხმარება, უნდა იცოდეთ, რომ ეს კუპატაა. კუპატას ისტორია 5 წლის წინ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული კადრებით გახდა ცნობილი და მალევე მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. ეს არის ამბავი 4 ფეხა გმირზე, რომელმაც ადამიანებს ყველაზე მთავარი გაკვეთილი, ზრუნველობა და ერთგულება შეახსენა. კუპატაზე მუშაობა ორმაგაცა სიამოვნოა, რადგან როგორც ვიცით, რეალურად არსებობდა კუპატა, ძაღლი, რომელიც სიკეთით სავსე იყო და დღემდე მასზე არის ლეგენდაა უკვე რა ჩვენთვის და ამიტომ გახდათ ორმაგი სიამოვნება კუპატას ილუსტრაციად გარდაქმნა. კადრების გავრცელებიდან მალევე კუპატას მისთვის განკუთვნილი პატარა სახლიც დაუდგეს და ვარსკვლავიც გაუხსნეს. მოგვიანებით მას ელენთის სიმსივნე დაუდგინდა და რამდენიმე თვეში 2023 წელს სახლიდან გარეთ მიმავალი სადარბაზოში გარდაიცვალა. ცნობილი 4 ფეხა გმირის ამბავი აქ არ დასრულებულა. ზებრა გადასასვლელზე დატოვებული ნაკვალევისა და კედელზე დახატული სტენსილის გარდა მასზე ანიმაციაც შეიქმნა. სახელად სიყვარულმა გაჩერება არ იცის. ამის შემდეგ იწყება კუპატას უკვდავება. კუპატაზე იწერება წიგნი. კეთილმა ისტორიამ ახლა უკვე ბათუმის ქუჩებიდან წიგნის ფურცლებზეც გადაინაცვლა. ყველა ჩვეულებრივი ძაღლი არაჩვეულებრივია. ყველა არაჩვეულებრივი ძაღლი ჩვეულებრივი. სწორედ ასე იწყება გიორგი კეკელიძის წიგნის აღწერა. როგორც ყველა წიგნში ვცდილობ ილუსტრაცია იქნებოდეს ისე, რომ კონდეს კეთილი გარემო და თვითონაც ტიპაჟი იყოს კეთილი. ამიტომ კუპატას ის არ დაჭირდა, რადგან თვითონ სიკეთეა კუპატა და შესაბამისად პერსონაჟი მთავარი მოცემულობა ჩემი იყო, რომ გადმოსულიყო როგორიც იყო სიკეთე. ზრუნველ 4 ფეხას ილუსტრაციებზე მუშაობა სალომესთვის სასიამოვნოც იყო და სევდიანიც. მხატვარისთვის ამ პროცესში მთავარი სირთულე იმაზე ფიქრი აღმოჩნდა, რომ ილუსტრაციებზე მუშაობა კუპატას სიკვდილის შემდეგ მოუწია. მისი ისტორია ერთგულების, პასუხისგებლობისა და ადამიანისა და ცხოველის თბილი თანაცხოვრების სიმბოლოდ რჩება. მადლობა ელენე ჩოხელს, ძალიან ემოციური იყო სიუჟეტი და ესეთი გულგრილად ალბათ ვერავინ ვერ უყურებდა ძაღლების და ბავშვების მიმართ. კი ბატონო. ახლა კი უნდა დავბრუნდეთ უკვე სტუდიაში სტუმართან. მადლობა ელენეს, ძალიან დიდი და მოგესალმებით თქვენ. გიორგი კეკელიძე, მწერალი, ბიბლუსის შემოქმედებითი დირექტორი, გვესტუმრა და კიდევ ერთხელ გიორგი, დიდი მადლობა, რომ ესე დილიდან ჩვენთან ხარ. სიუჟეტში ბევრი რამ შევიტყვეთ კიდევ უფრო კუპატას შესახებ, თუმცა ახლა შენგან გვაინტერესებს, საიდან წამოვიდა ეს იდეა, რომ მასზე წიგნი შექმნილიყო. პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობა ინტერესისთვის, მშვიდობიან დილას გისურვებთ თქვენს, ჩვენს მაყურებელსაც, რაც შეეხება იდეას. ზოგადად ცხადია ამ ძაღლის შესახებ, ისევე როგორც თქვენ და სხვა დანარჩენ ადამიანებს, ძაღლების მოყვარულებს, ნაკლებად მოყვარულებს სამწუხაროდ, ან სრულიად არ მოყვარულებს, კიდევ უფრო სამწუხაროდ მსმენო და მაგრამ რეალურად განზრახულობა ამ ისტორიის დაწერის მე არ მქონია, შემოგთავაზეს ის ადამიანებმა, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ
აი ამ ძაღლთან და მერე უკვე ფიქრში გამიჩნდა 1000 ისტორია, რომელიც რეალურად მხოლოდ ამ ლეგენდარულ ძაღლს არ ეხებოდა. და ბუნებრივია, რომ წიგნში ტექსტების უმრავლესობა არის გამოგონილი, ოღონდ ეს გამოგონილი სიმართლეა, იმიტომ რომ რეალურად კუპატა ჩემთვის არის კრებსითის სახელი, სხვა დანარჩენი ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისა, რომლებიც ძალიან დიდ მხარდაჭერას იმსახურებენ, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან ცოტა აქვთ. და ამ თვალსაზრისით უკიდურესად დიდი სამუშაო არის ჩასტარებელი, თუმცა თვითონ წიგნი და მისი თუ შეიძლება ასე ითქვას თვისობრიობა არ შემოიფარგლება მხოლოდ კონკრეტული ცხოველის სიყვარულის სურვილის პროპაგანდით, არამედ არის განზრახვა იმისა, რომ რეალურად ადამიანები ზოგადად უფრო ემპათიურები ვიყოთ, ზოგადად უფრო მეტი თანაგანცდა გვქონდეს და ალბათ ასაკობრივი თვალსაზრისითაც ეს წიგნი მიმართულია ყველა ასაკობრივ კატეგორიაზე და თუ მაინც მკრეხელობა არ გამოვა, ცოტათი თავისი შინაარსის, ვთქვათ, მიმართულებით გავს პატარა პრინცს და აქედან გამომდინარე ეს მინდოდა ზუსტად რომ მეთქვა თქვენთვის როგორც პატარა პრინცი. იმიტომ რომ აი ახლაც, როდესაც ეს წიგნი უკვე იყიდება და არც დიდი ხანია სხვათა შორის და უკვე ბესტსელერია და ძალიან ბევრი გამოხმაურება აქვს, ისთვისაც მინდა მადლობა გადაუხადო მკითხველებს, წერს ყველა ასაკის ადამიანი. მათ შორის ხანდაზმულიც, მათ შორის ბუნებრივია ესეთი აქტიური მოქალაქეები, ძაღლების უფლებების დამცველები და რაც ვარია ბავშვები, იმიტომ რომ ძალიან ბევრ სკოლაში წაიკითხეს და ჩვენ ვიწყებთ ციკლს ერთგვარად შეხვედრებისას სკოლებში, სადაც ვეცდებით რომ გარდა იმისა, რომ საკუთრივ ტექსტზე ვისაუბროთ, ასევე ვისაუბროთ იმაზე, რა დამოკიდებულება უნდა ქონდეს ადამიანს ცხოველებთან, შინაურ ცხოველებთან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ კუპატას თავგადასავალი და ის გემი, რომელიც სალომემ სრულიად შესანიშნავად გამოსახა ამ შემთხვევაში, აი ამ გარეკანზე უკვე დაიძრა და იწყებს მოგზაურობას და მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ასეთ შემთხვევებში დაუმეგობრდება კუპატას როგორც პერსონაჟს. ასეთ შემთხვევაში და თვითონ კუპატა მზად არის. ის არსებობის დროს ნაცვლად ვიჯერებ ხოლმე იმ ზღაპრულ კეთილშობილებას, რომელიც შეიძლება რომ რეალურად სამყაროში არსებობდეს და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის ჩემგან გულწრფელი, მაგრამ საინტერესოა თქვენი ემოციებიდან სენსიტიური გადმოსახედები ამ შემთხვევაში თქვენი მთავარი მესიჯი და გამოძახილი რა არის კუპატას თავგადასავალი. ცირა უცნაურად. სადაც ისიც აღნიშნოთ, რომ როგორც ვიცი, შენ თვითონაც სენსიტიური ხარ, ოთხფეხა მეგობრების მიმართ, ხო? და ყავს კიდეც, როგორც ვიცი. ორი შეფარებული ძაღლი ყავს. სუგი და კურსი, რომლებიც ჩემთან თავისით მოვიდნენ სხვა შემთხვევაში. ერთი ძალიან ცუდ დროს ჩემს ცხოვრებაში, პერსონალურად უკიდურესად რთულ პერიოდში, მეორე ოდნავ მოგვიანებით და ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი ისტორია გადაგხვდა ერთად და ცხოვრების ნაწილია ეს ყველაფერი და რეალურად მე მათ აღვიქვა საკუთარი ოჯახის წევრებად და ალბათ ყველა სხვა ადამიანი, რომელთაც ამ თვალსაზრისით არ წაუყრუეს საკუთარ შეგრძნებებს, მე არ მგონია რომ ადამიანი ასე სასტიკი და ბოროტია, რომ მან გარკვეულწილად შეიგრძნოს რას ნიშნავს ძაღლთან ურთიერთობა და მე უარი თქვას მასზე, ხო, ალბათ უბრალოდ წაუყრუებთ ხოლმე და თან ყოველდღიურობა ისეთი რთულია და ისეთი სასტიკი, რომ ამ თვალსაზრისით ცოტათი გრძნობებს გვიბრმავებს და აქედან გამომდინარე ბუნებრივიც არის, რომ ძალიან ბევრი ამბავი უფრო ზუსტად რო ვთქვათ, მაინც და მაინც არა სიუჟეტური ამბავი, არამედ განცდა არის საკუთარი გამოცდილებიდან ნაკარნახევიც და ძალიან უცნაურად დაემთხვა ის, რომ ერთი პატარა ლეკვი, რომელიც იმ პერიოდში ვიპოვეს, სწორედ ძალიან დიდი ძალისხმევის გაწევის შედეგად, იმიტომ რომ ეს საქმე ჭირს, გავაჩუქეთ სწორედ იმ პერიოდში და ეს წინასიტყვაობა, რომელიც თან ერთვის აი ამ წიგნს არის სწორედ აი ამ გაჩუქების პროცესით ნაკარნახევი და სპეციალურად დაურთე ამ წიგნს, რომ ეს რაღაცა გმირობად კი არ წარმოჩენილიყო, ეს ჩვეულებრივი მოქალაქეობრივი ამბავი მგონია, უბრალოდ გარკვეულწილად თქვა სხვა ადამიანებსაც გასჩენოდა мотиваცია და ეგრეც ვამთავრებ, რომ სამყარო ხან უცნაურად კეთილიცაა, ნაპოვნი ლეკვი წინასწყვაობას ვამთავრებ ეგრე
წიგნის დასასრულით, როგორც დღეს სიტყვიან არ დაგასპოილერებთ. სამყარო ხან უცნაურად კეთილიც არის, ნაპოვნი ლეკვი დღეს აგარაში ცხოვრობს შესანიშნავ ადამიანთან. მე კი ვფიქრობ, რომ ადამიანი არის პასუხისმგებლობა, მეტი არაფერი. პასუხისმგებლობა კიდევ იქ იწყება, სადაც სიმშვიდე მთავრდება. ამიტომაც პასუხისმგებლობა კარგად ყოფნა ვერ იქნება. პასუხისმგებლობა არის შეწუხება, აუცილებელი შეწუხება და კიდევ ადამიანი არის მცდელობა, იყოს კუნძული უსამართლობის ოკეანეში. ტალღები ისეთი, ამ ოკეანის ეკუნძული ჩაიძირება ადრე თუ გვიან, მაგრამ სანამ არის, მასზე ასეთ ცუგებსაც შეუძლიათ იცხოვრონ. კი, ადამიანი მრუდე წუთისოფელს ვერ გაასწორებს, მაგრამ გაასწორებს საკუთარ თავს ამ წუთისოფელში და ესეც კმარა. ეს წიგნიც ამ ამბავზეა, სხვა არაფერს. რაღაცნაირად ეს წინასიტყვაობა მიგვითითებს ალბათ იმაზე, რა განზრახვა ქონდა ამ წიგნის დაწერისას და იმედია რომ თავი გავართი. ნახოთ, ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ადამიანის მოსაზრებას ველოდები. სამწუხაროდ ჯერ კიდევ არ წამიკითხავს, მაგრამ ახლა ამ სიუჟეტის დამსაუბრის მერე ძალიან მობინდა. გიორგი, თქვენთვის როგორც წერლისთვის თვითონ აი ამ ტექსტებზე, სიუჟეტებზე მუშაობა რამდენად საინტერესო გამოცდილება იყო, ჟანრობრივად ალბათ ცოტა განსხვავებულია თქვენი წინა წიგნებისგან. კი, გარდა თომას ყაპრებისა, რომელიც ალბათ დაახლოებით თითქმის 10 წლის წინ დავწერე, მე ძალიან დიდი შესვენება მქონდა საბავშვო ლიტერატურის მიმართულებით და ეს საკმაოდ ისეთი რთული და ნიუანსური გამოწვევა, იმიტომ რომ ერთი მხრივ საკუთარი თავი უნდა დააბრუნო ბავშვობაში. და მეორე თან უკვე მამის სტატუსით წერდით საბავშვო წიგნს. და აღნიშნო რომ სწორედ ჩემ შვილს ეძღვნება ეს წიგნი და აწერია კიდეც ეგრე ეძღვნება კეკეს, რომელსაც ძაღლები აუცილებლად ეყვარება და მე მგონი გვიყურებს და და მე უფრო კოგნიტურ ასაკში შევა ამისამებას. რაც შეეხება ხო ამ ამბავს ძალიან რთული საქმეა, იმიტომ რომ ერთი მხრივ საკუთარი თავი უნდა დააბრუნო ბავშვობაში, მაგრამ მეორე მხრივ თანამედროვე ბავშვი უნდა იცოდე. იმიტომ რომ ეს ორი მნიშვნელოვანი ამბავია, რომელსაც ვერ გაექცევი, როდესაც საბავშვო ტექსტზე მუშაობდა. მე გამიმართლა იმ თვალსაზრისით, რომ სკოლაში ვასწავლი და ვასწავლი იმ ასაკის ბავშვებს, საიდანაც ალბათ ამ ტექსტის კითხვას დაიწყებენ. ხო, სადღაც მე-4 კლასიდან ალბათ შეუძლიათ ბავშვებს ამგვარ ტექსტებთან შეჭიდება. და შესაბამისად ბუნებრივია რომ ამ დაბრუნებამ გარკვეულწილად ვთქვათ ეს სრულიად სხვაგვარი განსხვავებული იმპულსი მომცა და მუშაობის პერიოდში ვცდილობდი რომ რაღაცნაირად ვთქვათ ერთი მხრივ კუპატას კონტექსტი შემესწავლა, რომელიც მხოლოდ ერთი ეპიზოდით არის ცნობილი ზოგადად საზოგადოებისთვის, ხო, ამ ლეგენდარული ვთქვათ გადასვლით გზაზე და ბავშვების გაძღოლით და მეორე მხრივ ვთქვათ შევეცადე რომ შემევსო ის გარკვეულწილად სხვა დანარჩენი ისტორიებით, მათ შორის დანარჩენი ცხოველების ამბებითაც, მას ბევრი მეგობარი ყავს ამ წიგნში, ცხოველიც არასულიერი არსებებით, ასეც იწყება ავტორ, რომელიც ვთქვათ ამ შემთხვევაში ერთი მთავარი პერსონაჟია და ადამიანები, რომლებიც სხვადასხვაგვარები არიან, მათ შორის შეხვდებით კედლისფერ კაცსაც, რომელიც სრულიად არამომხიბვლელია, მაგრამ ამავდროულად ბუნებრივია, რომ მასაც, ისევე როგორც სხვა ყველა დანარჩენ ადამიანს აქვს პოტენციალი იმის, რომ შეიცვალოს და აი ამ ტექსტის ფინალში გარკვეულწილად ამ ამბავსაც ხვდებით. ძალიან საინტერესო იყო მუშაობა ნამდვილად, მით უმეტეს რომ ეს წიგნი გარკვეულწილად თქვათ ბათუმსაც ეძღვნება, ამ სრულიად შესანიშნავ გამორჩეულ ქალაქს, კუპატა ბათუმელი ძაღლი იყო და ბათუმზეც ჩემს ემოციურ ჩანახატებსაც გადავაწყდებით. ნახოთ, როცა წაიკითხავთ, მე როცა შევიკრიბებით კიდევ ერთხელ ძალიან დიდი სიამოვნებით. აუცილებლად, ჩვენს ძალიან დიდი სიამოვნებით. ისე თქვენთვისაც როგორი სენსიტიური და საინტერესოა, ახლა უკვე მამა ხართ, თქვენი შვილი თქვენს ზღაპრებზე გაიზრდება და მისი შვილიც ბაბუას ზღაპრებს მოისმენს. ალბათ ეს საბავშვო მიმართულება კიდევ უფრო საინტერესოა. აქტუალური გახდა თქვენს ცხოვრებაში.
შვილის დაბადების კი შემდეგ. ბატონო. გიორგი, როგორც აღნიშნეთ, სკოლებში აპირებთ ხო, რომ რაღაცნაირად ინტეგრაცია მოახდინოთ ამ წიგნს, აი რა იგეგმება ამ მიმართულებით და რა არის მთავარი მიზანი ამ ყველაფრის, იმიტომ რომ სამწუხაროდ დღევანდელ გარემოში სადაც ძალიან ბევრი ქუჩის ძაღლია, ძალიან ბევრ უპასუხისმგებლობას ვაწყდებით ადამიანების მხრიდან, რომლებიც გადაწყვეტენ ჯერ ძაღლის ყოლას და შემდგომ რატომღაც უარს ამბობენ ხოლმე მათზე. აი მოვიფიქრებ ამ გარემოში ამ ყველაფრის ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია. იგეგმება ის რომ ჩვენ ვეცდებით რომ სულ მცირე ორ კვირაში ერთხელ რომელიმე სკოლაში მოსწავლეებთან მოვაწყოთ შეხვედრა და ერთგვარი წარდგენა ამ წიგნისა. ერთი განზრახულობა ესეც არის რა თქმა უნდა, რომ ჩვენ დაუახლოვოთ ბავშვები ცხოველებს და გარკვეულწილად გაუჩინოთ განცდა მათზე ზრუნვის, თუმცა უმრავლეს მათგანს ეს ასეც აქვს. მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი არის კითხვის პოპულარიზაცია და საბავშვო ლიტერატურის პოპულარიზაცია, იმიტომ რომ რეალურად აქ ჩვენ ძალიან რთულ ფაზაში ვართ, მით უმეტეს სოციალური ქსელების ეპოქაში, როდესაც თანამედროვე ბავშვი მეტნაკლებად მიჯაჭვულია სხვადასხვა პლატფორმას, რომელიც დიდწილად ვთქვათ ჭამს დგავს მის დროს და გამორიცხავს ტექსტთან ურთიერთობას, თუ მაინც და მაინც ეს სასწავლო ლიტერატურა ან ერთგვარი ვთქვათ პოზიტიური იძულება არ არის, ხო? და ჩვენ გვინდა რომ ამ თვალსაზრისით დავანახოთ, რომ არსებობს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი სამყარო, რომელიც ალბათ ფუნდამენტურად აუცილებელი ამბავია ადამიანის განვითარებაში, ეს არის ლიტერატურა, მხატვრული ლიტერატურა და რეალურად ვთქვათ, აი ამ პატარა ტექსტებით და ასეც ვცდილობ მე სკოლაში გარკვეულწილად შევაბიჯებინოთ მათ იმ სამყაროში, რომელიც გარკვეულწილად არის საფუძველი იმისა, რომ ჩვენ ასეთი ტიპის საზოგადოება ვართ, კულტურული ადამიანები ვართ და ვართ ჯამი იმ გამოცდილების, რაც სწორედ ტექსტებიდან და წიგნებიდან ვიმემკვიდრებით. ამიტომ ეს მეორე განზრახულობა არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ მხატვრული ლიტერატურა მათ დავანახოთ, შევაყვაროთ და გარკვეულწილად აუხსნათ მისი რაობა. ძალიან დიდი მადლობა. არაფერს წიგნი საჩუქრად მინდა დაგიტოვოთ და ვიცი რომ შვილი ამ შემთხვევაში ყოველ თამთოს სახელი უნდა შემოხსნას. ლენკა, რომელიც მალე 7 წლის გახდება და აუცილებლად დროს ვიხალთებ და გადავხედავ ამ წიგნს, სანამ ლენკამდე მივა, თუ შეიძლება. ძალიან დიდი მადლობა ავტორისგან, განსაკუთრებულად გაუხარდება მას ეს საჩუქარი და მადლობა გიორგი ამისთვის. ძალიან დიდი მადლობა გიორგი თქვენ, ძალიან დიდი მადლობა კუპატას, რომ ამ ბევრი სიბინძურით სავსე სამყაროში შეგვახსენა რომ სიკეთეები და მადლობა ცხადია ჩვენ არ გვიხსენებია გამომცემლობა პალიტრაილს რომელიც დაბეჭდა ჩვენი მეგობარი გამომცემლობა ნამდვილად დიდი მადლობა აქტიურად უდგას სკვერდით ლიტერატურულ პროცესებს მადლობა კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს მწერალი ბიბლში შემოქმედებითი დირექტორი გიორგი კეკელიძე გახდათ ჩვენთან სტუმრად და ჩვენ კუპატას თავგადასავალზე ვისაუბრეთ წიგნზე რომელიც ძალიან საინტერესოა თავის მხრივ და რომლის შეძენაც უკვე შეგიძლიათ შესაბამისად ძალიან ბევრ რაღაცას მოგცემს ალბათ ეს წიგნი არა მარტო ბავშვებს არამედ ჩვენს უფროსებსაც